აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მოუთმობთ ველი თქვენთან თანამშრომლობას. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა და ჩვენთვის მიუღებელია, რომ დაკავებული ქონდეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები. წელს უკვე მეორე წელია, რაც უკრაინაში აწარმოებს რუსეთი აგრესიულ მოქმედებებს და ეს ძალიან ართულებს სიტუაციას, თუმცა უკრაინელები გადაჭარბებით ასრულებენ იმ მოლოდის და ცდებიან იმ მოლოდის, რომელიც ჰქონდა ქვეყნის მიმართ. ბოლო 2 დღის განმავლობაში გამოცხადდა ახალი მხარდაჭერის პაკეტები, მილიარდობით ევრო გაიცემა უკრაინის დასახმარებლად, თავდაცვის, артиლერიის და F-16-ის აღჭურვის მიზნით. ნატოს პარტნიორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პაკეტების შემუშავებაში, მათ შორის საქართველო და ათასობით უკრაინელი ტოლვილი არის საქართველოში შეფარებული. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოში არის აქტუალური საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს უკრაინაში აწარმოებს ამ აგრესიულ მოქმედებებს და ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის. დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის, როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. ჩვენ მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების თავდაცვის ნაწილში და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომელსაც ვულოცავთ ქვეყანას და მოვუწოდებთ, რომ ადგილობრივად განახორციელოს უფრო მაღალი დიდი ტემპით რეფორმები. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო კეთილდღეობის და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ. ჩვენ ნატოში გაცნობიერებული გვაქვს სრულად, რომ ვდგავართ თქვენს მხართ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბრიუსელში, ჩვენ შტაბ-ბინაში. დიდი მადლობა გენერალურ მდივანო ნატოს შტაბ-ბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება გამოვიყენოს შესაძლებლობა და გამოვხატოს საქართველოს გულწრფელი მადლიერება ნატოსადმი, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ალიანსის უახლოესი უერთგულესი უერთეთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ იმის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში და არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღესასწაული და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მიუხედავად იმ შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი წვების წინაშე დგას საფრთხის ქვეშაა პრინციპი მთლიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცეთ უბლება, რომ გავიმეოროთ ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატოს საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის. ეს იყო